ღამე არ მძინავს. სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმ რაც ვსნო. აი უსუსური აი რო უყურებდა არაფრით შემიძლია მეეხმარო. ვიღაცას ვამსგავსებ ქუჩაში. ეს გული სადღაც შემხვდება. ხმერს ვთხოვრო. გადამირჩინოს შვილი. ორი მცირეწლოვანი შვილის მამა 41 წლის ოთარი უკვე 6 თვეა გონს არ მოსულა. ძილის დროს თავში დიდი რაოდენობით სისხლი ჩაექცა. ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა. ახალგაზრდა კაცი კომაში ჩავარდა. მისი გადარჩენის 1%-იც კი არ არსებობდა, მაგრამ უფალმა ნამდვილი სასწაული მოახდინა. ამჟამად ოთარს თავის ნახევარისფეროდან ცვრები აქვს ამოღებული. შეხედეთ მის სხეულს, ჩონჩხად არის ქცეული ნახევარი წელი გაუნձრევლად სწოლისგან. მიმართეთ პირდაპირ მერს კალაძეს, თქვით თქვენი სარეზერვო ფონდიდან თქვით გამიწიათ ფინანსური დახმარება. პასუხი მომივიდა, რომ მერიას ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა გაგიწიოთ ფინანსური დახმარება. მერიამ უარი მითხრა, ჯანდაცვამ უარი მითხრა, სხვა რაღაც დამჩენია და აი თქვენ კეთილი ადამიანებო, მოგმართა თხოვნით, რომ თუ შეგიძლიათ შესაძლებლობის ფარგლებში დამეხმაროთ. გევედრებით შვილი გადამირჩიეთ. თვეში 6700 ლარი მხოლოდ კლინიკის არის გადასახდერი. ამას ემატება მედიკამენტების თანხა. მოხუცმა მშობლებმა უკვე ყველაფერი გაყიდეს, რაც კი რამე ბადათ. 6 თვის განმავლობაში ისინი ყოველთვიურად დაახლოებით 10000 ლარამდე ხარჯავდნენ შვილის სიცოცხლისთვის. ახლა კი გასაყიდიც აღარაფერი აქვთ. ამაზე მეტი სიმწყარე რა უნდა იყოს ღმერთმა. არავის შვილი ცუდად არ გაუხატოს, ღმერთს მოყვე ჩამწელად ამყოფოს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.